სასწორებს უჯდებათ მეგობრებო მე-12 სახლში და მე-12 სახლი მაინც არ ჩანს ხოლმე დაბნელება, როცა მე-12 სახლში ჯდება. ეს არის ფარული ენერგია, რომელიც ესე დანახვადი არ არის. მე-12 სახლი ცოტა რთული სახლი არის იმ კუთხით, რომ ეს არის უფრო ფსიქოლოგიური ცვლილებების მაღალი ალბათობა. შეიძლება ადამიანს მოუნდეს სადღაც კულისებში გასვლა მაგალითად, ან საკუთარ ფსიქოლოგიურ მხარეზე იმუშაოს. ოღონდ ეს ისე ფარულად ხდება, რომ ვერც ხვდებიან ხოლმე მაინც ხო, იმიტომ რომ ზოგადად მე-12 სახლი აი ესე მუშაობს, რაც უფრო მარტო ვართ, უფრო ხვდებით ხოლმე რა ხდება ამ სახლში. ხალხში ამას ვერ დავინახავთ. ეს შეიძლება გააქტიურება იყოს, რაღაც ახალი მაქვს შესატანი ჩემს არაცნობიერში, მაგალითად კოლექტიური არაცნობიერია მე-12, მაგრამ აი ჩემს ოცნებებთან, ჩემ ფიქრებთან, ჩემ ფარულ სურვილებთან უნდა დავრჩე რაღაცნაირად მარტო და ამოვყარო რა მაქვს აქ ცვლილებების შესატანი ამ მე-12 სახლში. ანუ იმ უხილავი თემების გაცნობიერების რაღაც ახალი ენერგია შეიძლება ჩაერთოს. ზოგს შეიძლება მოუნდეს, რომ აი ახლა მე სიახლე უნდა შევიტანო იმაში, რომ უბრალოდ დავისვენო. და უბრალოდ წავიდე ფიქრებში, რა ოცნებები მაქვს, რა მინდა მაგალითად ცხოვრებაში, განმარტოებაში როგორ ვიქნები, აქ შეიძლება იყოს ცვლილებების საჭირო. ვინც აქტიური არის ახლა სასწორები, ძალიან კარგი არის თერაპიული მუშაობა. აი ზუსტად ის მე-12 სახლის დამუშავება და რაღაც ახალი შეტანა, რომელიც მე სხვანაირად მოხდეს გავლენას ჩვენზე, ხო? იმიტომ რომ მე-6 სახლსაც რთავს, ხო? რაღაცების დალაგება არის საჭირო შიგნით, ემოციურ, არაცნობიერ სტრუქტურებში. ფსიქოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო არის, აი ეს თვითრეფლექსია აუცილებელი არის, გაცნობიერება ის აუცილებელი არის. ან თუ არის ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, ვერც გაიგებს ისე წავა, ხო, რაღაც ფარულად წავა ეს დაბნელების ენერგია, რაღაცა ცვლილებებს შეიტანს მასში, ოღონდ ეს ამასთან წდომა არ ექნება. ეს ზოგადად სასწორზე, ან ვისაც მე-12 სახლში გასდის დაბნელება იმათთვის, ხო?